ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებთან დაკავშირებით EUTOS წევრი 24 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ანგარიშის სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობები, შერჩევითი ინტერპრეტაციები და პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნებია. ხელისუფლების წევრები ამბობენ იმასაც, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ, რადგან ის ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ EUTOS წევრმა 24 ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს ეგრეთ წოდებულ მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციების შესრულებისგან. ანგარიშის მიხედვით მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვა მოხდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ. დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ. ასევე საქართველოს უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას. ერთობლივი განცხადებების ხელმომწერები კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმეტესობაა. დოკუმენტის ინიციატორთა და ხელმომწერთა შორის არ არიან მეზობელი ქვეყნების სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასევე საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ვხედავთ, რომ თავად დასავლეთში ქვეყნების უმეტესობამ ამ რეკომენდაციებს, ეგრეთ წოდებულ რეკომენდაციებს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მხარს უჭერს ადგილობრივი ოპოზიცია. არც ეს არის გასაკვირი, რამე თუ დასავლელი ბიუროკრატების საცეცები აგენტურა არის წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის და მათი საბიძაშვილო პარტიების სახით. რა თქმა უნდა, ის რომ ეხლა საქართველოს გააუქმოს ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ კანონი, გავაჩაღოთ LGBT პროპაგანდა, ის რომ სქესის შეცვლის რეგულაციები შემოვიტანოთ საქართველოში, გამჭვირვალობა, გაუმჭვირვალობით შევცვალოთ, ეს არის ის რომ ჩავაბნელოთ და ქურდს შეუქმნათ ბნელი ღამე. ამერიკული ფარას კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დემოკრატიული კანონი, საქართველოში თურმე არ არის დემოკრატიული კანონი. ასევე ბრიტანეთის მედიის შესახებ კანონის ზუსტი ანალოგია არის ბრიტანეთში დემოკრატიული კანონი, ხოლო საქართველოში არ არის დემოკრატიული კანონი. ასევე არასოწოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებითაც გვეუბნებიან, რომ თურმე უნდა გავაუქმოთ და თურმე საქართველოში ჩვენ დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება, რომ ჩვენს არასოწოვნებს მოზარდებს უნდა უთხრათ, რომ თავად გადაწყვიტეთ ქალი ხარ თუ კაცი ხარ და შემდგომში სახელმწიფო ამას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსამართლო, აბსოლუტურად არაადეკვატური დოკუმენტი. რეალურად აქვთ ერთადერთი მიზანი იმისა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. პრაქტიკულად ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ ხელისუფლებაზე, უარი ვთქვათ სახელმწიფოს მართვაზე, უარი ვთქვათ ჩვენს ქართულ ტრადიციებზე და შევუერთდეთ იმ რაღაც უფერულ მასას, რომელიც ერთადერთი მიზანი წარმოადგენს მართოს ხალხის საზოგადოება ისე, რომ არ კონდეთ ცდომა და კავშირი საკუთარ ტრადიციებთან, LGBT პროპაგანდა იყოს დადგენილი და დაწესებული, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, ქვეყანაში შემოდიოდეს გაუმჭვირვალე, უკონტროლო, უცხო შავი ფული, რომლითაც დემოკრატიები ინგრეოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის მოთხოვნა. ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს უარი ეთქმება ქართველი ხალხის მხრიდან და ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენი ქვეყნის აღშენებლობას და ჩვენ ვერ დაუგდებთ ყურს იმ ძალებს, რომელთა ერთადერთ მიზანსაც ქართული სახელმწიფოს დაქცევა წარმოადგენს.